საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში შობადობის საერთო მაჩვენებელი 34%-ით არის შემცირებული. ოჯახების დიდ ნაწილს 37.6%-ს მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს. 33.6%-ს ჰყავს ორი შვილი და მხოლოდ 19.5%-ია ისეთი, რომელთაც სამი შვილი ჰყავთ. ბოლო 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი 36%-ით. მხოლოდ მკვეთრად გაიზარდა განქორწინების მაჩვენებელი 69%-ით. ბოლო ათწლეულში 59%-ით გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა. 2012 წლიდან 2024 წლამდე, ანუ 13 წლის განმავლობაში ქვეყანა დატოვა 317,000 ადამიანმა. საქართველოში ოჯახების 35%-ზე მეტი რეგისტრირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში. აქედან ბავშვების თითქმის 45% რეგისტრირებულია იმავე ბაზაში. საქართველოში ბავშვთა 37.8% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს. ეს მაჩვენებელი 47%-ს აღემატება სოფლად. აი ასეთი არის ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ჩვენ ცხოვრობთ და სწორედ ამ ფონზე მინდა სტუდიაში დავაპატიჟო, კიდევ ერთხელ დავანუსებ ფინანსისტი ნიკა შურღაია, რომელსაც არა მარტო საბანკო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არამედ ბოლო ხანებში განსაკუთრებით აქტიურად აკვირდება, სწავლობს და საზოგადოებას სთავაზობს ხედვას, არა მარტო ანალიზს, მომავალში რა შეიძლება მოხდეს ამ დინამიკით თუ ვივლით და რა არის ალბათ გასაკეთებელი, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. ნიკა, მივყვე თანმიმდევრულად, მე ვიცი, რომ მომზადებული ხარ, მოსული გვაქვს რამდენიმე საინტერესო კვლევის დიაგრამაც, რომელსაც შენი საუბრის პარალელურად შევთავაზეთ საზოგადოებას, რაც მე ახლა აღვწერ უბრალოდ სტატისტიკაში, უბრალოდ დამდრგუნველი კატასტროფული პერსპექტივა არის ჩვენი ქვეყნისთვის. გიორგი, საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, საინტერესო შესავლისთვის და მოდით მართლაც რა არის გასაკეთებელი, ამ კითხვას შევეცადოთ უპასუხოთ ბოლოს, მაგრამ გავიაზრო ჯერ სად ვართ. პირველი რუსეთს მივაპყრობდი ყურადღებას, ამაზე იყო საუბარი ჩემს მოსვლამდე და ფაქტია, თუ რუსკი მირში ჩავრჩით, ასე ვთქვათ, და დასავლეთს მოვწყდით, თუნდაც რამდენიმე ათწლეულით, რას უქადის ეს ქვეყანას, მის ეკონომიკას, მის დემოგრაფიას? ნუ ათწლეულს რო ვერ გაუძლებთ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ მოდით რუსკი მირზე ვილაპარაკოთ, თვითონ მათ რა სჭირთ. რუსეთი არის ნავთობზე და გაზზე და სასარგებლო წიაღისეულზე დამოკიდებული ქვეყანა. მათი ეკონომიკური ზრდა შეჩერდა უკვე ბოლო თვეებია, საერთოდ განულდა და სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, ბიუჯეტის დეფიციტი ეზრდებათ, ნავთობის ფასი ჩამოიწია მნიშვნელოვნად, $80-ზე მეტი იყო ბარალი და ეხლაც დაახლოებით $63-65. ფიუჩერსები აჩვენებს, რომ წლის მეორე ნახევარში უკვე დაახლოებით 55 და უფრო დაბლა შესაძლებელია იყოს ნავთობის ფასი. ეს არის ბრენტის ფასი. ურალსის ფასი ბრენტისგან რუსული ნავთობის ფასი $12-ით ნაკლებად იყიდება, ანუ შესაძლებელია რომ დაახლოებით 40-45 ფარგლებში იყოს რუსული ნავთობის ფასი, რაც უკვე თვითღირებულებაზე დაბალია უმრავლესობამ წარმოებლისთვის. ანუ რუსეთი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. გარდა ამისა, ისინი უკვე რეზერვებიდან იღებენ ფულს, რეზერვები ძალიან დალეული აქვთ, $39 მილიარდი ლიკვიდური რეზერვი აქვთ ახლა მათ სუვერენულ ფონდში. ეს ძალიან პატარა ამხელა ქვეყნისთვის. შედარებისთვის საომარი წლიური ბიუჯეტი არის $130 მილიარდი. ეს 130 კიდევს ბიუჯეტში, მაგრამ ბიუჯეტის დეფიციტი ეზრდებათ, აღარ ყოფნით. სულ ახლა 5 მილიარდის ამოღების გადაწყვეტილება მიიღეს ფონდიდან და გამოდის, რომ იმ მონაცემით, რაც ახლა არის, $31 მილიარდი ნაშთია მოსალოდნელი შემოდგომისთვის. ეს თავად რუსული სტატისტიკითვე. რა თქმა უნდა, რუსული, ნუ ახლა ამას ევროპულ და ამერიკულ წყაროებში ვკითხავ, რომლებიც რუსულ წყაროებს აანალიზებენ რეგულარულად. ხო, ანუ რუსეთი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და პუტინმა ეს კარგად იცის. შესაბამისად, ის არის მოწყვლადი. ერთ მხარეს ყავს ჩინეთი, რომელიც
მისი მეგობარი არ არის. ფასადის მიღმა ისინი ამაზე შესანიშნავი სტატია იყო სულ ახლახანს ეკონომისტში, ჟურნალში. ისინი ძალიან ესე ფრთხილი ორი ზვიგენია, რომელიც გარშემო დადის და უფრო და უფრო ჩინეთი ხდება უფროსი ძმა. და რუსებმა ძალიან კარგად იციან რა სახიფათოა ჩინეთზე დამოკიდებულება, უკვე არიან ამ დამოკიდებულებაში. ისინი ბევრად უფრო ხისტები არიან ეკონომიკაში და ასევე მოსახლეობის რაოდენობით ბევრად უფრო დიდები არიან. სასარგებლო წიაღისეულზე ძალიან გამალებული თვალი აქვს და შესაბამისად ჩინეთის ხელში ჩავარდნის ძალიან იშინიათ. აქეთ მხარეს არის ბევრად უკეთესი ცივილიზებული, საიმედო სტაბილური ევროპა, თუმცა რადგან პუტინი შევიდა მასთან დაპირისპირებაში და ცდილობს ევროპის დაშლას, ხელს უწყობს იქაურ გადატრიალებას, თუ ასე ვთქვათ, საარჩევნო პროცესებზე ზემოქმედების, შპიონაჟის, დეზინფორმაციის გავრცელების გზით, ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს და რა თქმა უნდა, უკრაინის ომი, უკრაინაში შეჭრა, ამას ევროპა მას იოლად არ აპატიებს. შესაბამისად და პუტინი ვერ იგებს უკრაინაში ომს. ის 5 ოლქი, რომელიც აიღო ყირიმის გარდა, ყირიმი რაღაცა ლამაზი და რუსები ხედავენ და იქ ჩავლენ და ეს მოსწონთ. თუმცა დანარჩენი 4 ოლქი უფრო თავის ტკივილია მათთვის რეალურად და ის აღსადგენი თან თავისივე დანგრეული ოლქები არის აღსადგენი და საშინელ მდგომარეობაშია იქ ხალხი, ვინც იქ ცხოვრობს. შესაბამისად, რუსეთი არის ჩამორჩენილი ქვეყანა რეალურად ეკონომიკურად და სამეცნიერო პოტენციალი თვალსაზრისით ახლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში 60 წელიწადში რუსეთის არ ვიცი და აი მეორე ხარისხოვან ქვეყნად იქცევა. ეს არ არის გაზვიადებული, ძალიან აშკარა რეალობა. შეიძლება უკვე 2-3 წელიწადში ძალიან საგრძნობი გახდეს ეს ნიშნები. სავარაუდოდ, ანუ რო შეხედოთ ხელოვნური ინტელექტის თქვათ ბიზნესი როგორ ვითარდება, რას ლაპარაკობენ იქაური ბიზნესის ლიდერები და ნახოთ რუსეთში რა ხდება, ნუ ცადა დედამიწა. ჩვენც ასეთი უბედურ დღეში ვართ, მაგრამ ნუ რუსეთზე ვლაპარაკობთ. ანუ რუსეთი ახლა ამ მდგომარეობაში, ჩვენ რას ველოდოთ აქედან? პუტინი ძალიან რისკიანი ტიპაჟია, რისკიანი, ანუ ის ითვლის, თუმცა აორმაგებს ხოლმე თავისუფლებს, წააგო-აორმაგებს და ანუ ის რისკავს, რომ სრულ კოლაფსამდე მივიდეს, ან ჩინეთის ხელში აღმოჩნდეს, აქ ამერიკას არ უნდა დაგვეუწყდეს, რა თქმა უნდა, ამერიკას მასთან საზღვარი არ აქვს და ისიც ცდილობს, რომ თავისთვის სასარგებლო პოზიცია დაიჭიროს რუსეთთან მიმართებაში. ამითი არის განპირობებული ტრამპის ქცევა სავარაუდოდ, რადგან მას არ უნდა რომ რუსეთი აღმოჩნდეს ჩინეთის ხელში, ასევე სამწუხაროდ ხედავს ევროკავშირს გარკვეულწილად თან პარტნიორად, თან მეტოქეთ და ცდილობს რომ თავისკენ წამოიღოს სარგებელი და შესაბამისად მის ეს პოზიციაც ხშირად ორაზროვანი და მერყევი არის ხოლმე. თუმცა რუსეთის, ესე იგი, სავალალო მდგომარეობა ჩვენ ვერ დაგვეხმარება თუ ჩვენ თავს არ უშველით. თუ ჩვენ გავაგრძელებთ დღევანდელ შიგნით გათიშედა იბატონეს პოლიტიკას, ანუ ამ დე-ფაქტო ხელისუფლების ყველა მცდელობა არის, რომ როგორ ერთმანეთს გადაჰყიდოს ოპოზიცია, დეზინფორმაციით გააბრუოს ჩვენი მოსახლეობა, ფასადური კეთილდღეობის სურათი შეუქმნას და ამავე დროს დასავლეთთან იზოლაციონისტური პოლიტიკა. ეს ჩვენ კარგში ვერაფერსში ვერ მიგვიყვანს. მეორე მხარეს არის ჩვენს დევიზზე გამოსახული ძალაერთობაში, რომელსაც ჩვენ ვერ ვახერხებთ, უნდა თვალი გაუსწოროთ სიმართლეს და ვთქვათ, რომ არა თუ მთელი საქართველო ვერ ვახერხებთ ძალაერთობაშია, ოპოზიციურად განწყობილი ძალებიც ვერ ვახერხებთ ძალაერთობაშია და ძალიან დაგსაქსული ვართ. ამიტომ ამ სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროთ და შევძლოთ, რომ ჯერ ჩვენ ერთმანეთში ვიპოვოთ გაერთიანების საფუძველი და ეს აუცილებელია და არ არის სავალდებულო, რომ ვიქორწინოთ ერთმანეთზე. პარტნიორობა, კოალიცია, სამართლიანი ურთიერთობა, ნდობის აღდგენა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აქვე ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთობა. ამაზე ძალიან კარგი კვლევა კარნეგი ენდაუმენტ ასე ქვია, ანუ კარნეგის ფონდი დავარქვათ, რომელიც ძველი და ძალიან შეძლებული და ესეთი ორგანიზაცია, რომელიც კალკულებს აფინანსებს ბევრი წელია და მათ კვლევა აჩვენებს, რომ 4 ქვეყანაში, სადაც დემოკრატიის რეგრესის მერე და ბოლო 15 წელია რეგრესი ხდება მთელ მსოფლიოში, ვინც აღდგენა დაიწყო, ესენი არის პოლონეთი, ბრაზილია, სენეგალი და ზამბია. ყველა ქვეყანაში წარმატება მიღწეული იქნა პოლიტიკური ძალების კარგი კოორდინაციით და ერთმანეთთან შეთამაშებით და სამოქალაქო საზოგადოების სიმტკიცით და ასევე პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით. ჩვენ თუ ამას ვერ მივახცევთ, ვერ ვისარგებლებთ რუსეთის პრობლემებით, რომელიც ყოველთვის ერთადერთი შანსი ჩვენთვის განთავისუფლების იყო, როცა რუსეთი იყო პრობლემებში 1918 წელს, 1991 წელს. და შეიძლება რისკი გვაქვს ძალიან დიდი, რომ ვიქცეთ პუტინის დამამშვიდებელ პრიზად, რომელიც
რომელიც ჩვენი ერისთვის ვიზახის. შეიძლება სახელმწიფოებრობა ფორმალურად შევინდაშო, მაგრამ ერისთვის იქნება გამანადგურებელი. აი შევხედოთ ახლა იმ მასალებს, რომლებიც მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და შესანიშნავი კვლევა. მე ახლა ეკონომისტი ვარ, წიგნი დავწერე თქვენთანაც, თქვენს მოგიძღვენი და თქვენ სტუდიაშიც ვისაუბრე. იმ წიგში ნაწილობრივ ამაზე ვსაუბრობდი, მაგრამ ამ კვლევაში არის ჩემზე უკეთ გაკეთებული, ანუ მე უფრო მომავლისკენ ვიხედებოდი რა გავაკეთო და აქ არის ჯერ პრობლემა ძალიან კარგად გამოკვლეული, თვალსაჩინო და მოდით შევხედოთ რა მდგომარეობა. მოდით თან ვანახოთ მაყურებელს. ნუ დავიწყებ იმითი თქვათ თქვენივე ციფრებით, ნუ აი აქ ჩანს მიგრაციაზე არის საუბარი და ნუ 317 თუ თქვენ და 316,000 ადამიანი არის გასული ბოლო 12 წლის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი რიცხვია საქართველოს ქართველი მოსახლეობის, მოდი ასე ვთქვათ 10%-ზე მეტია. ნუ ქართველი და არაქართველი, მოდი ასე შევხედოთ, მე როდესაც ქართველს ვამბობ, ქართულად მოლაპარაკე. საქართველოს მოსახლეობის მარტივად. მნიშვნელოვანია, თუმცა ქართველებზე მინდა გავამახვილო ყურადღება რატო სტრუქტურაში ეთნიკურ თვალსაზრისით მაგხრივ კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია გვაქვს. კი, აი ამის თქმა მინდა და რატო გეტყვით ახლა ზუსტად. ერთი არის სახელმწიფო და ჩვენს ქვეყანას უნდა ძლიერი საქართველო ვთქვათ, ხო? ამავე დროს ჩვენ არ დაგვაუწყეს რომ ერთი არის სახელმწიფო და მეორე არის ადამიანი. ადამიანი გვაქვს ყავს ყოველთვის პირველ რიგში დასაყენებელი და ადამიანი გვავიწყდება და ამ შემთხვევაში ქართველი ეთნოსი არის უდიდესი რისკის წინაშე. ჩვენ რომ შევინარჩუნოთ ქვეყნის რაღაცა ფორმა, რა იქნება, რას მიიღებენ იქიდან ქართველები და ის ხალხი, ვინც ქართულად ლაპარაკობს, ანუ გრიგოლ ხანძთელი და საქართველო იყო იქ, სადაც წირვალოცვა ქართულად იყო და თუ ჩვენ ქართულად მოლაპარაკე საზოგადოებას მივიჩნევთ, ამ 316,000-ში 80% დაახლოებით, რაც საშუალოდ ქართული მოსახლეობა, ვივარაუდთ, რომ ქართველი გავიდა. სამაგერო ჩვენ მივიღეთ აქეთ 272,000 უცხოელი. ძირითადად ეს იყვნენ რუსები, ამას გარდა ცოტა უკრაინელი, თურქები, აზერბაიჯანელები, ინდოელები. აი ეს არის ეს გაცვლა გამოსვა. ნუ ჩვენი ესე იგი მოსახლეობის ეთნიკური კომპოზიცია შეიცვალა. მე კარგად მახსოვს, თქვათ 1990 წელს საქართველოს მოსახლეობაში ქართველები 70%-თან იყვნენ დაახლოებით, შემდეგ შემოწმა აიწა, ეხლა უკან წამოვიდა, მაგრამ ამის უკან და თუ გავაგრძელებთ ეხლა ჩვენ შემდეგ სლაიდზე ვანახებთ, ამის უკან არის ის ფაქტი, ესე არ ჩანს, რომ ქართველების ჩვენი ეთნიკური ყოფა არის რისკის ქვეშ, აი მას გეტყვით, თუნდაც სლაიდის გარეშე, რომ შარშან, ზაფხულში ვაჩვენოთ, უკვე შეგვიძლია ვაჩვენოთ. მე ვიარე კახეთის სოფლებში. ქართლშიც ხშირად დავდივარ, თქვა დედა ქართველი მყავს და ქართლშიც ხშირად ვარ, სამეგრელოშიც ვიყავი, აჭარაშიც. ანუ აჭარა შედარებით უკეთესი ადგილია, მაგრამ ესე იგი სამეგრელოში, კახეთში, ქართლში, რომელიც კარგად ვნახე, იმერეთში, ყველგან სოფლებშიც რომ წახვიდეთ, მოსახლეობა ძალიან დაბერებული. ანუ რომ მიხვალთ ახალგაზრდა ადამიანი, სოფლად მით უმეტეს დაბერებული არის. ბატონო? სოფლად მით უმეტეს ძალიან დაბერებული. ანუ ისეთი კარგი სათნო ადამიანები არიან საყვარელი და აი სულ ხანში შესული ხალხი ახალგაზრდა არის ძვირის ანახავი. ახლა შევხედოთ რა ეფექტს იძლევა ჩვენი ეკონომიკისთვის. 14 ჩვენი მთლიანი 2023 წლის ციფრებია, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 14% იყო უცხოეთიდან გადმორიცხული ქართველების ფული, ქართველებისთვის გადმორიცხული აქ მოსახლეობისთვის. და ამით ვასწრებთ ყველა ჩვენაერ ქვეყანას, მოლდოვა, ბოსნია, ალბანეთი, სომხეთი, სერბეთი, ნუ აზერბაიჯანს ვასწრებთ და ვასწრებთ. ხო, ეს ძალიან, ესე იგი, უყურეთ, ეს არის თანამედროვე ტყვის ყიდვა. როდესაც ჩვენი სავალალო, რა ვიცი, მე-16, მე-17, მე-18 საუკუნეებში ტყვის ყიდვა ხდებოდა, მაშინ სასიკვდილოდ კი არ იმეტებდნენ იმათ. ის ბატონები ძირითადად, ნუ იშვიათად ალბათ მშობლები ყიდიდნენ ბავშვს და ფიქრობდნენ, რომ ეს წავა იქ გაიზრდება ჩვენვარულით, ან ბატონს ფული ჭირდება რაღაცა უნდა და უყიდის, ნუ იქ მთელი ვაჭრები, მთელი ეკონომიკური სისტემა იყო ჩამოყალიბებული. ქართველები ვაჭრობდნენ ამისით. ეს აღწერილია სხვათა შორის უცხოელი მოგზაურებისა და მისიონერების მიერ. რა სიტყვებითაც ახლა თქვენ აღწერთ, გაუცებული იყო ეს კაცი, როცა იკითხებოდა, რამდენჯერმე შეესწრო, აი ანაკლიაში იყო ეს, რომ უკითხა, მშობელს მოყავდა თავისი შვილი, ასე თქვათ, უნდა გაიყიდა. ასე ახსნეს, რომ მე რამდენიმე შვილი მყავსო და ამისა მასაც ვაძლევო პერსპექტივას, რომ რაღაცა იქნება ამ სიღარიბეში არ მოკვდესო და ამაღებული თანხით ამ დანარჩენი ბავშვების უზრუნველყოფას მოვახდენო. წიგნებშია ეს ახსნა. სავალალო მდგომარეობა, რომ მშობელი შვილს ყიდის. ახლა შევხედოთ, ახალციხეშიც გადაყავდათ იქ რაბათის ციხე რომ არის, დილეგებიც არის, ანუ
ახლაც არის შემორჩენილი ეს არტეფაქტები და ქართველებმა იყვნენ დახელოვნებულები. საუბარია რომ სოლომონ მეფე მოწამლეს, რომელმაც გააუქმა ტყვის ყიდვა და მას აუმხედნენ სასულიერო პირებიც, თავისი დედა და ასე შემდეგ. ანუ ეს მაგრად იყო გამჯდარი ჩვენს ერში და ეს ჩვენი ხელობა იყო ერთგვარად ბიზნესის კეთება. ახლაც ეს მომგებიანი საქმეა, რომ ქართველები აქედან გავიდნენ, ზოგის ცოლი წავიდეს და დედა, ზოგის მამა, ზოგის შვილი და იქიდან ფული ირიცხებოდეს და აქ რაღაცა კეთილდღეობის ფორმა იყოს. და სახელმწიფო თავის ეკონომიკურ მოდელს ამაზე აგებდა. ეს ჩვენი ამით აბახობდეს, რომ ეკონომიკა გვეზრდება. კი, ეს ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქციის 14% იყო. ხა წელს 10 გახდა. 2024-ში 10 გახდა, მაგრამ 25-ში ისევ გაიზრდება საავადმყოფო და 10 გახდა რატომ იცით? სავარაუდოა ზუსტი მიზეზი არ ჩანს, რომ ეროვნული ბანკში არ რეგისტრირებული ფულის წილი იზრდება. ანუ საფულეებით, ელექტრონული საფულეებით გადმორიცხვა და ასე შემდეგ. 10-იც ძალიან ბევრი, ავიც ხა სომხეთში 6%-ია, თავიზოროზე 20%-ამდე იყო და ახლა 6-ია და ჩვენთან 14%-ია შეხედავთ. ანუ ძალიან ესე იგი ტყვის ყიდვის თანამედროვე ფორმაში ვართ ახლა ჩართული. ეს ჩვენ დემოგრაფიულ ქსოვილს ანადგურებს. მე უდედოდ ხა მე ლონდონში ვცხოვრობდი წლების მანძილზე და ჩვენ მოდიოდა ერთი შესანიშნავი ქალბატონი ახალგაზრდა შვილი წლებით არენახა წლებით და ეხა დედის გარეშე, მამის გარეშე გაზრდილი ბავშვი, ერთი მშობლით გაზრდილი ბავშვი წუხვა რომ ორი მშობლით გაზრდილ ბავშვს არ უდრის და გუშინ ოჯახის სიწმინდის დღე იყო და როგორი ოჯახის სიწმინდეა და როგორი ზეიმია და როგორ ფარისეულობად იქცევა ეს სამწუხაროდ ყველას არ ვეძახი, ბევრი ადამიანი ამას გულით განიცდის, მაგრამ და მეც ერთგვარად წუხარ და ამასაც შევეცდები რომ გამოვხატო რომ ეს დღე მაინც და მაინც დაარსდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს სამწუხაროდ ამას ვიძახი და ძნელი ხდება ბევრი ქართველისთვის ამ დღის აღქმა მისაყვარელ დღედ. მიუხედავად ამისა, ბევრი ჩვენი თანამემამულე გამოვიდა და კარგიც არის რომ გამოვიდა, თუმცა რამდენად გულწრფელია ეს ოჯახის დღე, რომ ეს ოჯახის მოღალატე ტიპების მიერ არის პროპაგანდირებული და ის ვინც ოჯახების დაშლას და საზოგადოებიდან ფული ოღონდ გადმორიცხოს, იმას უწყობს ხელს, თუ შეიძლება გავაგზავნოთ რა ამასობაში შემდეგი სლაიდი ვაჩვენოთ. მე არ მემორჩილება თქვენი ხალხი ბატონო გიორგი. უსმენ ისინი თან და მოყვებიან ასე თქო ლოგიკაში. ხო, აი ესეთი ამბავი იმას რაზეც ლაპარაკე ტაჯიკიზაციას უძახიან, ზუსტად ეს მოდელი ამაზე აწყობილი, რომ ქვეყნიდან გასულები ინახავენ, დანარჩენი ვინც ქვეყანაში რჩება, მთლიან დამოკიდებული ხდება სახელმწიფო სისტემებზე, სტრუქტურებზე, სოციალურ დახმარებებზე და ასე შემდეგ. პოლიტიკურად კიდევ უფრო მეტად მოწყვლად ხდის ეს სისტემა და იმ ქვეყნებში ავტორიტარიზმი უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. ეს არის მთელი უბედურება. ანუ გადის ადამიანები, ვისაც უნდა ცვლილება, ვისაც აქვს ენერგია და რაღაცა სურვილი, რაღაცა თავის ცხოვრებაში შეცვალოს. დემოგრაფიულადაც ეს კატასტროფაა, ბატონი, გამიგე რომ თქვენ რა საუბრობდით დედაზე, რომელსაც შულს ვერ დახულობს, მაგრამ თავად ემიგრაციის სტრუქტურა შეიცვალა წლების განმავლობაში და ოჯახებით მიდიან. ანუ ბავშვებითვე მიდიან ეს ოჯახები, რომლებიც უკან არ ბრუნდებიან. აი უკვე ახალი სლაიდი არის და შეგვიძლია ანუ ჩვენი ახლა სავალუტო ნაკადები სამ რამეს შემომავალი სამ რამეს ეყრდნობა. პირველი რაზეც თქვით გადმორიცხვები, მეორე არის ტურიზმი. ტურიზმი ნორმალურად არის არაუშავს, თუმცა ჩვენს ტურიზმში კაპიტალის ფასი მოგება უკვე აღარ კეთდება. ანუ საქართველოსთან ქვეყანაში რომ შენ ფული დააბანდო 20%-ს და მეც წლიურად უნდა აკეთებდეს შემოსავალს, რომ გიღირდეს, რომ იქ ახალი ინვესტიციები ჩადო. ჩვენს ტურიზმში ეს აღარ კეთდება. ანუ ბევრი სასტუმროები იმედით აშენდა, თუმცა ბევრი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია და აქ ახალი კარგი სასტუმროების შენებას არ ველოდოთ. ტურიზმის ხარისხის მნიშვნელოვნად შეცვლილია და უფრო დაბალ შემოსავლიანი ქვეყნებიდან შემოდის, მათი ქცევა სხვანაირი არ მინდა ეს რაღაცა ქცევაზე საუბარი გადავიდეს შენ სნობიზმის აღქმაში. საუბარია რომ ჩვენ გვინდა უფრო ისეთი ხალხი, ვინც კულტურით, ისტორიით, ბუნებით ინტერესდება და ნუ მოდი ასე. მათ შორის უფრო მხარჯველუნარიანი არის ეკონომიკას ეგჭირდება და ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის სექტორს, რომელზეც რესტორნები და ასე შემდეგ. რესტორნებიც კარგი, ამავე დროს აი რა კულტურულ გაცვლას ვიღებთ თუნდაც იმ ხალხთან, ვინც აქ ჩამოდის რა, აი მოდი ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ესე ჩვენზე მოქმედებს. ჩვენ დასავლეთისკენ რო ვიხედებოდით, იქიდან რაღაცას ვიღებდით ხოლმე სასარგებლოს და ვინ ჩამოდის იმასთან ურთიერთობით შენს მდიდრდები, ასე ვთქვათ, ან პირიქით. ახო, მოდით ახლა ექსპორტ შევხედოთ. ჩვენი ექსპორტი შემდეგი სლაიდი ვნახოთ უკვე აქ არის 2010 წლიდან წელთან არის შედარებული, ნუ გასამაგებულზე მეტი არის ჩვენი ექსპორტი, თითქმის შეიძლება გაოთხმაგებული, ამავე დროს
ძირითად ადგილს იკავებს შეკეთებული მეორადი მანქანების რეექსპორტი. ეხლა ერთი მხრივ შეიძლება ესე იგი 36% ეს თლიანი ექსპორტი. შეიძლება ვიღაცამ თქვოს, რომ კარგია და რაღაცა შემოსავს პოულობთ. ამის მიღმა უყურთ, ვისოდე თვალი გაუსწოროთ სიმართლეს, რომ ყირგიზეთში, სომხეთში, ყაზახეთში ექსპორტია, რომელიც ფაქტობრივად რუსეთში გადის ეს მანქანები. ნუ ამაზეც რო თვალი დავხუჭოთ, რომ ეგ რუსებს მანქანას ვაწვით, ამაში ფულს შოულობთ. ეს არ არის რომ ბერ ქართველს რჩება აქედან ფული. ეს არის მაინც უკვე კონცენტრირებული ბიზნესი, ნაწილობრივ არაქართველების ხელში და ასე რომ ვთქვათ, რომ ჩვენ მოსახლეობაში გადადის აქედან ფული არ არის და დასკვნებზე მივვალთ, ანუ გარეგნულად ასე ჩანს, რომ აი მთლიანში და პროდუქტი 9%-ით იზრდება წელს, მე ამ ციფრის არ მჯერა და სტატისტიკის სამსახურის ციფრების უკვე აღარ მჯერა, ნუ იქ სადაც ჭირდება ძალიან აყალბებენ და შემდეგ სლაიდებშიც ამას დაგანახებთ, როგორ არის დამალული ციფრები, ისე რომ უნდა ძალით როგორღაც გამოგქეკო. თუმცა ასია თუ ისია, ანუ ფაქტი სახეზეა, რომ ჩვენი ექსპორტის სტრუქტურა შეიცვალა, აი ფეროშენადნობები ისევ იქ არის, ღვინო გაიზარდა, კი ბატონო, ძალიან კარგია, მაგრამ ნუ ძალიან პატარა წილია, 5%-ია დაახლოებით თლიანი ექსპორტის, მაგდენიც არ არის, კარგი რაც არის, ერთი მედიკამენტები გამოჩნდა მაგალითად ამ ბოლო წლებში. ხო, დანარჩენი იქა ვართ, დაბალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტი. ჩვენ ასეთ კონკურენციულ სამყაროში ამით შორს ვერ წავალთ. თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი ვაჩვენოთ. აი ეს არის ჩვენი ხო შეუძლია მაყურებელს დააკვირდეს ამასობაში. ხო, აი ახლა შევხედოთ რა მიზეზით გადის ჩვენი მოსახლეობა საზღვარგარეთ. რა არის ის, რაც მათ საზღვარგარეთ გასვლას უბიძგებს. ეს ციფრები ყველაფერი ჩვენი გეოსტატის სტატისტიკის დეპარტამენტის ციფრებია და აი ხა შევხედოთ. საქართველოში 2023 წლის ციფრებია ოდნავ გაუმჯობესებული, ამაზე ვთქვათ, დაახლოებით 2%-ით, თუმცა მძიმედ რჩება მდგომარეობა, ესე იგი, დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი არის 15 წელზე უფროსი ასაკის. იქიდან დაახლოებით მილიონი, ნუ 920.023 წელს გაიზარდა ეს ციფრი წელს, მაგრამ დაახლოებით მილიონი 2023-ში გაიზარდა, მაგრამ დაახლოებით მილიონი არის დასაქმებული. ეს დასაქმებული ნიშნავს, ეხა იქ ხარისხზე არა დასაქმების, როგორღაც ხელფასზე არის დასაქმებული. თუმცა მათში იზრდება სოციალური რაღაცა ძალიან დაბალი ხელფასით დასაქმებული ადამიანების წილი და სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანების წილი, სადაც პროდუქტიულობა არ არის მაღალი. შემდეგ არის თვითდასაქმებულები 14%. შემდეგ 9, ესე იგი, აი აქ ჩანს, რომ 9% მთელი რიცხვის არის უმუშევარი, მაგრამ მე ვაჩვენებ სინამდვილეში ეს წავიწიოთ ცოტა საფრთხე რო არ გაგვექცეს დრო შეგვეცოთ. წითელი ფერით რაც აღნიშნულია 12% ეს არის პოტენციური სამუშაო ძალა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია, რომელიც არ ჩანს ჩვენი უმუშევრობის ციფრში. ანუ ეს არის ადამიანები, რომლებიც ან ეძებდნენ ბოლო 4 კვირის განმავლობაში სამუშაოს, ან იმუშაობდნენ მომდევნო 2 კვირაში სამუშაო რომ იყოს, მაგრამ არ ეძებენ ესენი სამუშაოს, იმიტომ რომ იმედი არ აქვს რომ იპოვიან. აი ეს საქმე რომ ბევრი ადამიანი აღარ ეძებს სამუშაოს, რომ იმედი არ აქვს. ეს პოტენციური სამუშაო ძალაა, მაგრამ გამორიცხულია სამუშაო ძალის რიცხვიდან და ასე იგი ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი წინა ხაზზე წარმოაჩენს ზედა 3 ციფრის ჯამს. დასაქმებულები, დაქირავებულები, თვითდასაქმებულები და უმუშევრები და არაჩვენებს პოტენციურ სამუშაო ძალას. პოტენციურ სამუშაო ძალას ის აერთიანებს ყველა სხვა დანარჩენში. ანუ თუ მათ ლოგიკას მივყვებით, მხოლოდ 53%-ია 15 წელზე ნეტი ასაკის პოტენციური სამუშაო ძალა და ეს ასე არ არის. არა, ეს არის 65%. პოტენციურად მიანიშნებთ იმაზე, რომ არა მარტო ციფრებთან მიმართებაში გაქვთ უკვე უნდობლობა ბევრი მიზეზის გამო, არამედ მათი ასე თქვა ინტერპრეტირებაც კი ხდება არასწორად შესაბამის სამსახურების მიერ და იქნება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ბურმია და ხალხი თუ მარტო იმიტომ მიდის, რომ ევროპა ურჩევნია საცხოვრებელ გარემოს და ასე შემდეგ. გადავიდეთ შემდეგ სლაიდზე და დასკვნა უნდა მოვასწროთ. სანამ სლაიდი შეიცვლება, იმას ვიტყვი, რომ აი საუბარია, რომ არ მუშაობენ იქ 2000 ლარიან ხელფასზე. აქ პრობლემი უფრო მეტია ვიდრე ხელფასი. რატო არ მუშაობს ვიღაცა 2000 არის რამდენია ასეთი, რამდენი 2000 ლარიანი სამუშაო, ვისაც არავინ არ ეძებს და ან რატო არის, ან როგორი მენეჯერია მაგალითად იქ, ან რაც უდრამეს დაგავალებენ, რომ ეგ გააკეთო, თქვა კოლცენტრში უნდა იმუშაო ვიღაცები ატყუარებს ხა კოლცენტრებში მეც უხდიან, მაგრამ ასე შემდეგ. ხა ბოლო სლაიდი აი აქ აჩვენებს, რომ
ჩვენი მოსახლეობის, ესე იგი ოფიციალური ციფრები თუ შევხედავთ 2023-ში 14% იყო მუშავარი, მაგრამ რეალურად 17, იმიტომ რომ 40,000 თუ გამოვაკლებთ, 16 უნდა იყოს ეს ციფრი შეცდომა, შაშან იყო 16%, ახლა გახდა 14, მაგრამ 40,000 თუ სოციალურად დასაქმებულს გამოვაკლებთ, 17% იყო უმუშავარი. თუმცა თუ დავამატებთ ისევ იმ კატეგორიას, რომელიც იმუშავებდა, მომდევნო 2 კვირაში დაიწყებდა სამუშაოს და ახლა აქტიურად არ ეძებს სამუშაოს და ამიტომ ვერ ხვდება დაუსაქმებლის კატეგორიაში, იმიტომ რომ იმედი არ აქვს, რომ სამუშაოს იპოვის. აი ესა უბედურება და ჩვენი ეს 33 34 უნდა იყოს. ნუ 1/13 ჩვენი მოსახლეობის არის უმუშევარი. ესა და ახალგაზრდებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტია. ანუ ეს არის აი სავალალო, მოდით ასე ვთქვათ. შევაჯამოთ ახლა. მოდით ახლა შევაჯამოთ. რა არის დღევანდელი პოლიტიკა ქართული ოცნების? ქართული ოცნების პოლიტიკაა არ მოგწონს წადი და მას აწყობს ეს რეალურად საზოგადოებიდან ფული გადმოერიცხება და ეკონომიკა უფრო კარგად იქნება და იქმნება ეკონომიკა, სადაც რჩებიან მორჩილი ქართველები და თავჩაღუნულები, ნუ თავჩაღუნულობა და შრომაში ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ უსამართლობაზე თავჩაღუნულები და შეშინებულები და გადიან ადამიანები, ვისაც ენერგია აქვს, ცვლილება უნდა, ახლის გაკეთება შეუძლია, სწავლა უნდა, რაღაცა უნდა. აი ესა უბედურება. მე უზარმაზარი რაოდენობა ჩვენი ხალხის არის უმუშევარი და კი სამუშაო ადგილები იქნება 2%-ით გაიზარდა, თქვა, დასაქმება ამ წელში, მაგრამ ეს სახელმწიფოს ხარჯზე იქნება და ამ სიჩქარით ჩვენ რო გავაგრძელოთ, ამ 34 წლის 34%-ის ასამუშავებლად 10 წლეულები დაგვჭირდება და სად არის აწეულები ჩვენ მოსახლეობა ვილევით, აღარ დავრჩებით ქართველები. აი ესა ჩვენი მიზანი და მე რა მინდა არის? მე მინდა ასეთი რამ, რომ ჩვენ ავაშენოთ ინკლუზიური კაპიტალიზმი, ანუ ისეთი ქვეყანა, სადაც არის პირობები ბიზნესისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები. ისეთი ქვეყანა, სადაც იქმნება ბევრი სამუშაო ადგილი და ადამიანებს აქვს საშუალება შეარჩიონ, წავიდნენ ბიზნესში, იყვნენ ენტერპრენერები, იმუშაონ დაქირავებით, კონდეთ ღირსეული ხელფასი, გაიზარდოს საშუალო კლასი და ადამიანებმა ღირსეულად კონკურენციაში საინტერესო სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს ამას დღევანდელი ხელისუფლების კურსისთვის. ასეთი ადამიანები თავისუფალი აზრის მატარებლები ხდებიან. როდესაც მათ არ ეშინიათ, რომ თუ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე რო უთხრეს, რომ წადიო, ან უკვე შიზგზნობენ თავისთავად, რომ თუ არ წავიდა, შეიძლება უკვე ცუდ ტიპად იყოს აქმული და თვითცენზურის ელემენტი. რომელიც არანაკლებ გავლენას ახდენს, მაგრამ რაზეც თქვენ თქვით, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ყალიბდება მყარი და ფართო საშუალო ფენა, რომელიც მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესის გრადობისთვის და ზოგადად სახელმწიფო სტაბილურობისთვის. ეს არის ამოცანა, ხო, რომ უნდა იყოს მარტო ძალიან მცირე შემოსავლებისა და მქონებელთა კასტა, რომელიც კლანურად არის ჩამოყალიბებული და საქართველოს პირობებში კლასიკური მაფიოზური მოდელის სახელმწიფო მმართველობის სისტემად იქცა და დანარჩენი ლუმპერი, ანუ ღატაკთა პლუს მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტზე დამოკიდებულ პოლიტიკურად მოტივირებული მენეჯმენტის მოდელით მართვადი ადამიანების მასა, სადაც ძალიან მცირე რაოდენობა რჩება საშუალო ფენისა, რომელიც ასევე ყოველდღიური შიშის ქვეშ არის, რომ მის ამ სოციალურ, თუ ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მდგომარეობას საფუძველს შეურყევენ, ისეთ პრობლემებს შეუქმნიან, რომ სოციალურ უბსკრულში ჩააგდებენ, მათ შორის თუნდაც ამ ჯარიმების მასშტაბების გათვალისწინებით. დავამატოთ დემოგრაფია. ეს ადამიანები ბავშვებს ვერ შეინახავენ უბრალოდ, კი, სიღარიბე არ არის, ფულის რაოდენობა არ არის ბავშვების ყოლის რაოდენობის გამაპირობებელი, მაგრამ შობადობა უკვე მე-3 წელია მნიშვნელოვნად ჩამორჩა სიკვდილიანობას, ემიგრაცია და ქართველი ერის გადარჩენის საკითხი დგას რეალურად. ანუ რო ვლაპარაკობთ, რომ ეგზისტენციალური საკითხია, აი ეს არის ეგზისტენციალური. ქართველები გარეთ შემოყავთ უცხოელები, რომლებიც იოლის სამართავები არიან, ჩუმად არიან, მიტინგზე თუ გავიდნენ, საერთოდ ქვეყნიდან გააგდებენ, პირდაპირ უკვე ამას აცხადებენ და ქმნიან აი იმ კასტას, თქვენ რას თქვით. და ანუ სუსტი ღარიბი დუბაიში თავის ხალხს აჭმევენ მაინც, თუმცა მე არ მინდა ასეთი ქვეყანა, ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ აქ მე მინდა მოაზროვნე ხალხის და თავით რო შექმნის ქვეყანა, მაგრამ იქ აჭმევენ მაინც თავის ხალხს და აქ იქნება მცირე კასტა, რომელიც ჭამს, ძალიან ღარიბი დანარჩენი და მართული დაბალი ფენები და უცხოელები ჩამოიყვანენ ბევრი, იქ ძალიან ცხელა, ჰაერი არ არის ინდოეთში, დელიში, არაბეთში არ იცხოვება ისე ცხელა, ირანში გვალვა, ასე შემდეგ და
აი ესეთ ქვეყანას გვიქმნიან და როგორი მომავალი გვინდა, ეს არის ჩვენი არჩევანი. კი ბატონო, მადლობა ნიკა. ძალიან რთული, ოღონდ რეალური სიტუაცია აღწერეთ, ეს ბევრისთვის გამოდგება დასკვნების გამოსატანად, მათ შორის აი ამ ციფრების, ამ სტატისტიკის და მისი კომენტარების კვალობაზე.